Biz dövlət dilini öyrənirik. Mogəsalməbi Cirpaso Megobrbo, mən də Kalbatoni Leyla. Əziz dostlar, mən və Rusda xanım sizləri salamlayırıq. Vaqcələr tüköntiz kartuliyenis qaqqotiləbiz შესწავლა. Sizlər üçün Gürcü dil dərsini davam edirik. ჯერ გავიმეოროთ წინა მასალა და შემდეგ გადავიდეთ ახალ მასალაზე. Gəlin birlikdə köhnə dərsi təkrarlayaq, sonra isə yeni dərsi açıqlayaq. ზეცერთავის სახელი აღნიშნავს საგნის ნიშანთვისებას. მისი კითხვებია: როგორი, რომელი, სადაური, როდინდელი. Sifət əşyanın xüsusiyyətini bildirir. Onun suallarıdır. Hansı, necə, haralı və neçənci. მაგალითად, კეთილი, მეგობარი აღნიშნავს თვისებას. Xeyirxah yoldaş xasiyyətini bildirir. მწვანე, მინდორი ფერს აღნიშნავს. Yaşıl çəmənlik rəngini bildirir. ტკბილი, საზამთრო გემოს. Şirin qarpız dadını bildirir. სუნიანი ყვავილი სუნს. Ətirli gül ətirini bildirir. გუშინდელი დღე დროს. Dünənki gün vaxtını bildirir. მარნეულელი გოგონა სადაურობას. Marneullu qız yerini bildirir. მრგვალი მაგიდა ფორმას. Yumru stol formasını bildirir. სასადილო ოთახი დანიშნულებას. Yemək otağı qeydiyyatını bildirir. წინა გაკვეთილზე ვისწავლეთ აგრეთვე, რომ ზეცართავის სახელი ორი სახისაა: ვითარებითი და მიმართებითი. Keçənki dərsdə biz sifətin iki növünü öyrəndik: əsli sifətlər və nisbi sifətlər. ვითარებითია: კარგი, თეთრი, დიდი, შავი, მაღალი. მიმართებითია: წვერიანი, ჭკვიანი, მარილიანი, გუშინდელი, şarşandeli. Კარგი, yaxşı, თეთრი, ağ, დიდი, böyük, შავი, qara, მაღალი, hündür, წვერიანი, saqqallı, ჭკვიანი, axıllı, მარილიანი, duzlu, გუშინდელი, dünənki, şarşandeli. keçən ilki. მოდი გავიმეოროთ საგნის ფერები და ფორმები. Gəlin indi isə əşyanın rənglərini və formalarını təkrarlayaq. მწვანე, Yaşıl, თეთრი, ağ, ცისფერი, mavi, სალათისფერი, salat rəngi, ლიმონისფერი, limon rəngi, ლურჯი, göy, ჟოლოსფერი, qaraxat rəng, ვარდისფერი, cəhrai rəng, ღია ვარდისფერი, açıq cəhrai rəng, წითელი, qırmızı, ყვითელი, sarı, ნარინჯისფერი, narıncı rəng, მოცისფრო. açıq mavi rəng. ეხლა ფორმები: ოთხკუთხედი, Dördkünc, სამკუთხედი, üçkünc, მრგვალი, yumru, ოვალური. oval. დღეს უნდა შევისწავლოთ ზედსართავის სახელის ხარისხის ფორმები. Bugün sifətin dərəcələrini öyrənəcəyik. ზედსართავის სახელის ხარისხის ფორმებია: დადებითი, ოდნაობითი, უფროობითი. Sifətin dərəcələri adi dərəcə, azaltma dərəcəsi və çoxaltma dərəcəsidir. დადებითია: მაღალი, დიდი, მწვანე, ჭკვიანი, კარგი. ოდნაობითი: ოდნაობითის ნიშანია მო-ო, თავსართი, ბოლოსართი. მომაღლო, მოდიდო, მომწვანო. უფროობითი: უ-ეს, უმაღლესი, უდიდესი, უჭკვიანესი, უკეთესი. მაღალი, Hündür, დიდი, böyük, მწვანე, yaşıl, ჭკვიანი, axıllı, კარგი. yaxşı, ოდნაობითი: azaltma dərəcəsi, მო-ო, მომაღლო, hündür təhər, მოდიდო, biraz böyük, მომწვანო. açıq yaşıl, უფროობითი: çoxaltma dərəcəsi, უ-ეს, უმაღლესი, ali, უდიდესი, həddindən böyük, უჭკვიანესი, çox axıllı, უკეთესი. lap yaxşı. საუბრისას იხმარება აგრეთვე უფრო, ყველაზე, მეტად, ძალიან, მეტისმეტად. უფრო, Lap, ყველაზე, hamdan, მეტად, çox lap, ძალიან, ən çox, მეტისმეტად. həddindən artıq. პატარა, უფრო პატარა, ოდნავ პატარა. კარგი, უფრო კარგი, ოდნავ კარგი.
პატარა, balaca, უფრო პატარა, lap balaca, ოდნავ პატარა. azacık balaca, კარგი, yaxşı, უფრო კარგი, lap yaxşı, ოდნავ კარგი. azacık yaxşı. მოდი სამივე ფორმა წავიკითხოთ და ვთარგმნოთ. დადებითი, უფროობითი, ოდნაობითი. დადებითი, ლურჯი, უფროობითი, ულურჯესი, ოდნაობითი, მოლურჯო. სქელი, უსქესი, მოსქო. მსხვილი, უმსხოსი, მომსხო. ტკბილი, უტკბესი, მოტკბო. ჭრელი, უჭრელესი, მოჭრელო. პატარა, უმცირესი, მომცრო. წითელი, უწითლესი, მოწითალო. დადებითი, ლურჯი, Göy, უფროობითი, ულურჯესი, gömgöy, ოდნაობითი, მოლურჯო. azacık göy, სქელი, qalın, უსქესი, qapqalın, მოსქო. azacık qalın, მსხვილი, qalın, უმსხოსი, qapqalın, მომსხო. azacık qalın, ტკბილი, şirin, უტკბესი, şipşirin, მოტკბო. azacık şirin, ჭრელი, alabezek, უჭრელესი, lap alabezek, მოჭრელო. azacık alabezek, პატარა, balaca, უმცირესი, bap balaca, მომცრო. azacık balaca, წითელი, kırmızı, უწითლესი, kıpkırmızı, მოწითალო. azacık kırmızı. ახლა ერთი საგანი დავახასიათოთ სხვადასხვა ნიშნის მიხედვით. İndi isə bir əşyaya xas olan başqa-başqa xüsusiyyətləri deyək. მაგალითად, თხა შეიძლება იყოს მეწველი, გრძელბეწვიანი, რქამაღალი, დიდი, წყნარი, თიკნიანი, თეთრი, შვიდი, წერიანი, ჭამელი, მეწველი, Sağlam, გრძელბეწვიანი, uzun tüklü, რქამაღალი, hündür buynuzlu, დიდი, böyük, წყნარი, sakit, თიკნიანი, çəpişli, თეთრი, ağ, მშვიდი, sakit, წერიანი saqqallı და მჭამელი. və yeyən. ადამიანის სახე შეიძლება იყოს თეთრი, შავი, შავგრემანი. სახე Sifət, თეთრი, ağ, შავი, qara, შავგრემანი. qara yağız. ადამიანი შეიძლება იყოს მხიარული, მოწყენილი. ადამიანი შეიძლება იყოს მხიარული, Adam gülümsər მოწყენილი. və qaşqabaqlı da ola bilər. თმა შეიძლება იყოს Saç ola bilsin, ხვეული, quyurcuq, შავი, qara, ჭაღარა, ağ, მოკლე, gödək, სწორი, düz, წითელი, qırmızı, გრძელი, uzun, აჭრილი, kəsilmiş, ხუჭუჭი, qıvrım, ქერა, sarışın, მოწითალო, azca qırmızı, ყავისფერი. qəhvəyi rəng. თვალები შეიძლება იყოს Gözlər ola bilsin, ცისფერი, mavi, მწვანე, yaşıl, ლურჯი, göy შავი. və qara. მოდი ახლა წავიკითხოთ ტექსტი ცხენზე. ცხენი. At, ცხენი ლამაზი შინაური ცხოველია. at gözəl ev heyvanıdır. ცხენს აქვს ლამაზი გრძელი თავი. Atın gözəl başı var, მოქნილი კისერი, əyilməz boynu, განიერი მკერდი, enli sinəsi, გრძელი ტანი uzun bədəni და 4 მაღალი გრძელი ფეხი. və 4 hündür və uzun ayaqları. ცხენის ტანზე მოკლე, მაგრამ ხშირი ბალანია. Atın bədənində gödək, ancaq sıx tükləri var. კისერზე ცხენს გრძელი ფაფარი აქვს. Boynunda isə uzun tükləri var. უკან კი ლამაზი გრძელი კუდი. Arxasında isə uzun və gözəl quyruğu var. მოდი ახლა წავიკითხოთ ქართველი მსახიობი, ინგლისელი სტუმარი, უკრაინელი ბავშვი, ბაქოელი ნაცნობი, ინდოელი კაცი. ახლა გადავთარგმნოთ ქართველი მსახიობი, Gürcü artisti, ინგლისელი სტუმარი, İngilis qonağı, უკრაინელი ბავშვი, Ukraynalı uşaq, ბაქოელი ნაცნობი, Bakılı tanış, ინდოელი კაცი. Hindistanlı kişi.
წავიკითხოთ შემდეგ. ქართული პური, ინგლისური მარილი, უკრაინული სიმღერა, ქართული სუფრა, აზერბაიჯანული ტოლმა, ქართული ცეკვა. ახლა გადავთარგმნოთ. ქართული პური, Gürcü çöreği, ინგლისური მარილი, İngiliz tuzu, უკრაინული სიმღერა, Ukrayna mahnısı, ქართული სუფრა, Gürcü süfrəsi, აზერბაიჯანული ტოლმა, Azərbaycan dolması, ქართული ცეკვა. Gürcü rəqsi. ძვირფასო მეგობრებო, დავიმახსოვროთ, თუ ცოცხალია საგანი ვამბობთ ელ, თუ არ არის ცოცხალი ვამბობთ ულ, ურ. ქართველი მსახიობი, მაგრამ ქართული პური. Əziz tamaşaçılar, əgər əşya canlıdırsa da, onda el işlədirik. Yox, cansızdırsa da ul və urdan istifadə edirik. წავიკითხოთ სინონიმები. ჭკვიანი გონიერი, გამბედავი გულადი, ლამაზი მშვენიერი, სათნო კეთილი, მამაცი უშიშარი. ახლა ვთარგმნოთ. სინონიმები. Sinonimlər: ჭკვიანი გონიერი, axıllı, zehinli, გამბედავი გულადი, cəsarətli, cürətli, ლამაზი მშვენიერი, gözəl, lap gözəl, სათნო კეთილი, xeyirxah, yaxşı, მამაცი უშიშარი. qoçaq, qorxmaz. ახლა წავიკითხოთ ოპოზიციური სიტყვები, ანუ ანტონიმები. კარგი, ცუდი, ახალგაზრდა, მოხუცი, ძნელი, იოლი, ფართო, ვიწრო, ღონიერი, სუსტი, ჯანმრთელი, ავადმყოფი, მდიდარი, ღარიბი, მაღალი, დაბალი, თეთრი, შავი, მოხარშული, უმი, ცხელი, ცივი, ახალი, ძველი. ახლა ვთარგმნოთ ოპოზიციური სიტყვები, ანუ ანტონიმები. İndi isə antonimləri tərcümə edək. კარგი, ცუდი, Yaxşı, pis, ახალგაზრდა, მოხუცი, gənc, qoca, ძნელი, იოლი, çətin, asan, ფართო, ვიწრო, geniş, dar, ღონიერი, სუსტი, güclü, zəif, ჯანმრთელი, ავადმყოფი, sağlam, xəstə, მდიდარი, ღარიბი, varlı, kasıb, მაღალი, დაბალი, hündür, alçaq, თეთრი, შავი, ağ, qara, მოხარშული, უმი, bişmiş, çiy, ცხელი, ცივი, isti, soyuq, ახალი, ძველი. yeni, köhnə. მოდი ახლა წავიკითხოთ კონტექსტში ეს ზედსართავი სახელები. ტკბილი, ნამცხვარი, მწარე, წიწაკა, მჟავე, კიტრი, მლაშე, ყველი, უმარილო, საჭმელი, გემრიელი, ტოლმა, ტკბილი, საზამთრო, მჟავე, კომბოსტო, ყვითელი, ლიმონი. İndi isə sifətləri kontekstdə oxuyaq. ტკბილი, ნამცხვარი, Şirin çörək, მწარე, წიწაკა, acı biber, მჟავე, კიტრი, turş xiyar, მლაშე, ყველი, duzlu pendir, უმარილო, საჭმელი, duzsuz yemək, გემრიელი, ტოლმა, dadlı dolma, ტკბილი, საზამთრო, dadlı qarpız, მჟავე, კომბოსტო, turş kələm, ყვითელი, ლიმონი, sarı limon, შავი, ყავა, მწვანე, ჩაი, შოკოლადიანი, ნაყინი, შავი, ხიზილალა, შემწვარი, ქათამი, მოხარშული, თევზი, ცივი, წყალი, ცხელი, ტოლმა, წითელი, ვაშლი, რბილი, ბალიში, შავი, ყავა, qara kofe, მწვანე, ჩაი, yaşıl çay, შოკოლადიანი, ნაყინი, şokoladlı dondurma, შავი, ხიზილალა, qara kürü, შემწვარი, ქათამი, qızardılmış toyuq, მოხარშული, თევზი, pişmiş balıq, ცივი, წყალი, soyuq su, ცხელი, ტოლმა, isti dolma, წითელი, ვაშლი, qırmızı alma, რბილი, ბალიში. yumşaq balış. ამით დღევანდელ გაკვეთილს ვამთავრებთ, მომავალ შეხვედრამდე. Bununla da bugünkü dərsi qurtarıb, xudahafiz, gələn görüşədək.